მუშაობს. ჰოსპიტალურ სექტორში ფინანსურმა დარღვევებმა მილიონ ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ კონტროლის პალატაში გამართულ ბრიფინგზე აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, კონტროლის პალატის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ჰოსპიტალური სექტორის აუდიტის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი ფინანსური რისკები და ნაკლოვანებები. სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების არაჯეროვანი ფინანსური მართვა, პროგრამული საბიუჯეტო თანხების და პაციენტთა მომსახურების არასწორი ანაზღაურება. კონტროლის პალატაში ასევე განმარტავენ, რომ ჰოსპიტალურ სექტორში სახელმწიფო ქონების არაეფექტურად მართვა ხდება. საიჯარო ფართები გაცემულია არასაბაზრო ფასებით, მოიჯარეები კი დროულად არ იხდიან საჯარიმო ფირას. კონტროლის პალატა საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამკურნალო დაწესებულებების ფინანსური მართვის გასაუმჯობესებლად დაუყოვნებლივ განახორციელოს მათი პრივატიზაცია. ამასთან გიორგი ალასანიას განცხადებით, იაშვილის კლინიკაში გამოვლენილი დარღვევები 200.000 ლარს შეადგენს. კონტროლის პალატის აუდიტი 2008-2010 წლების პერიოდს მოიცავს. საქართველოს კონტროლის პალატამ ჩაატარა ჰოსპიტალური სექტორის აუდიტი. აუდიტის შედეგად ჰოსპიტალური ობიექტების მართვაში გამოვლინდა მნიშვნელოვანი ფინანსური რისკები და ნაკლოვანებები. კერძოდ, სახელმწიფოსგან უკანონო ანაზღაურების მოთხოვნა, დაუსაბუთებელი და გაზრდილი სამედიცინო ტარიფებით, პაციენტთა აღურიცხაობა, არარსებული სამედიცინოს არარსებული მკურნალობის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მაგალითისათვის, აღნიშნული დარღვევების შედეგად იაშვილის სამედიცინო ცენტრთან მიმართებაში ზარალმა 200.000 ლარს გადააჭარბა, ხოლო სხვა კლინიკებთან დაკავშირებით ზარალი მილიონ ლარს ახსოვს.